რისი ეშინია ქართულ ოცნებას? ამ კითხვაზე პასუხისგაცემის ყველაზე კრეატიული გზები ილიანის სტუდენტებმა მოიფიქრეს. უნივერსიტეტის ფოიეში, სადაც უკვე 26 დღეა პროტესტი არ წყდება, ივანიშვილის პარტიის შიშების გამოფენაა მოწყობილი. ყველაზე ორიგინალურ სივრცეში თქვენ ნახავთ საყვირებს, ჩაფხუტებს, ხმის გამაძლიერებლებს, მიკროფონებს და ლაზერებს. ყველაფერს, რაც რეჟიმმა აკრძალულ ნივთებად გამოაცხადა. ახლა კი ცვლილებების შეკრება მანიფესტაციების კანონში შეიტანეს და დახურულ შენობაშიც კი საკუთრის ნებართვის გარეშე აქციის გამართვა დაუშვებლად მიიჩნიეს. რეპრესიულ შეზღუდვებს არ დავემორჩილებით, ამბობენ ილიანელი ახალგაზრდები. ჩვენი მოთხოვნა არის უერთდება საერთო მოთხოვნას, რაც გულისხმობს ხელახალ არჩევნებს და უსამართლოდ და არასამართლიანად დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას. აქ ვართ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ ყაველაშვილმა მოაწერა ახალ კანონ პროექტს ხელი, რის მიხედვითაც შენობა ნაგებობებში იგზალება შეკრება მანიფესტაცია. ეს კიდევ ერთი სტიმულია იმის, რომ ჩვენ აქ დავჭერთ, იმიტომ რომ აღნიშნული კანონები ჩვენთვის არალეგიტიმურია. შესაბამისად ჩვენ არ ვცნობთ, არ ვაღიარებთ და იქამდე ვიქნებით აქ, სანამ საჭიროა და ორივე მოთხოვნა არ შესრულდება. გონია რომ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს ახლა რომ გავჩერდეთ, განსაკუთრებით მაშინ რომ ქართული ოცნება, რუსული ოცნება დრაკონულ კანონს იღებს, რომელიც პრაქტიკულად გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება გავჩერდეთ მაშინ როცა ჩვენი ტოლი ადამიანები, სტუდენტები ახლა ციხეში სხედან, ზოგი შეიძლება სისხლე ჩაჯდეს, ამის გარდა არიან ადამიანები, რომლებიც უკანონო დააკავეს. ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია სტუდენტების გაჩვენება არის არასწორი, არამორალური და ამ ბრძოლის ჩვენი აზრით ექნება შედეგი. შედეგი იქნება ის, რომ სტუდენტები ამ ყველაფრის საბოლოოდ თავის ხმას იტყვიან, თავის სიტყვას იტყვიან და ყოველთვის ისტორიულად ასე იყო, რომ სტუდენტები რაღაცას ამბობდნენ, იმ რაღაცას თავის შედეგი მოქონდა. დღეს